უნდა ითქვას ერთი რაღაცა, რომ საერთოდ რამის აღნიშნა ვინმეს ჯიბრზე ცხადია, რომ არანაირ როგორ გითხრათ, ხო, სიკეთეს არ მოიტანს. მაგრამ დავალებოთ თვითონ თქვათ აი ამ საკითხს თავი და დაუბრუნდეთ იმას, რომ თქვათ რის გამო როგორ გაჩნდა ეს ყველაფერი და თქვათ რას გვეუბნება თვითონ ეს დღევანდელი დღე. რა არის ჩანაფიქრი, რომ თქვათ არსებობს ოჯახი და არსებობს ეგრეთ წოდებული ევროპული თავსმოხვეული ღირებულებები, რომელიც უფრო მეტად არატრადიციულ ორიენტაციაზე არის მიმართული, რომ თითქოს თქვათ ჩვენს ქვეყანას ემუქრება ევროპიდან წამოსული ესე იგი LGBT ქარიშხალი და რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ. აი ირაკლიმ ძალიან სწორად აღნიშნა შესავალში, როდესაც ილაპარაკა ამაზე. არ ვიცი ვისთვის როგორ და რანაირად რა შეხედულებებია, მაგრამ ცვლელობით რომ არ იცვლება არაფერი ეს თავისთავად ცხადია და თუ თქვათ ჩვენ ოჯახის სიწმინდეზე გვაქვს საუბარი, ოჯახის წმინდა ოჯახი, ჩემი აზრით არის ის ოჯახი, რომელიც არის ერთიანი, სადაც დედა და მამა და შვილები ერთად ცხოვრობენ და არც ერთს და არც მეორეს და არც მესამეს, არც დედას, არც მამას, არც შვილს არ უწევს რომ თქვათ იმაზე იფიქროს, რომ გაიქცეს ქვეყნიდან. ხო, აი ირაკლიმაც აღნიშნა, რომ მეც თავიდანვე მინდოდა ამაზე მელაპარაკა, იმიტომ რომ ადრე მაგალითად, როდესაც ემიგრაციაზე იყო საუბარი საქართველოში, ადრე იყო ესე, რომ ოჯახის ერთი წევრი მიდიოდა და მერე ის ესე რომ თქვათ თავს წირავდა იმისათვის, რომ დანარჩენი ოჯახის წევრები ბედნიერები ყოფილიყვნენ, ან მამა დარჩენილიყო, ან დედა დარჩენილიყო და რაღაცნაირად ასე თუ ისე ნორმალური ოჯახი სრულფასოვანი კი ნაკლული, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც უფრო სრულფასოვანი ოჯახი ყოფილიყო. დღეს ჩვენ გვაქვს ტრაგედია რეალურად. დღეს ჩვენ ვიცით, რომ თუ ვინმე მიდის, ეს ნიშნავს, რომ ოჯახი გუდანაბats იკრავს თლიანად და მიდის ემიგრაციაში და უკვე ლაპარაკი იმაზე აღარაა, რომ ეს ოჯახი რამენაირად დაბრუნდება. თქვათ შეიძლება ესე რომ თქვათ თვითონაც კი აღარა აქვს ამის იმედი და მე მგონია რომ როდესაც ოჯახის სიწმინდეზე გვაქვს საუბარი, ოჯახის სიწმინდე უნდა შეუწყოს ხელი აუცილებლად სახელმწიფომ და სახელმწიფო ამაზე უნდა ფიქრობდეს და არა მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდეს, რომ თქვათ ვიღაც რომელიღაც საქართველოს მოქალაქეს აქვს სხვანაირი სექსუალური ორიენტაცია და ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე. თითქოს ისე იყოს, რომ აქამდე განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები არ არსებობდნენ და აღარ იარსებებენ. აუკრძალოთ ეს, უბრალოდ თქვათ ესე რომ თქვათ დაუპირისპირდეთ ამ ყველაფერს თუ როგორ უნდა იყოს კანონი უნდა მივიღოთ ამ ქვეყანაში ახლა რა შეზღუდვების პირობებში ცხოვრობს საზოგადოება მთლიანად გამოხატვის თავისუფლების კუთხით, კიდევ კანონებზე ყურადღების გამახვილება რომ რამე უნდა გამკაცრდეს. ხო, გარდა ამისა მე გეთანხმებით მაგას ერთი და მეორეც აი თვითონ აბორტების თემაზე როდესაც არის ლაპარაკი, ეს ჩვენ ვიცით რომ მთელ სოფლიოში არის ძალიან სენსიტიური საკითხი, ხო? ანუ ამერიკაში მაგალითად სულ მუდმივად ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად წარმოდგება ხოლმე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც და ასე შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტრადიციული საზოგადოებისთვის, თუმცა არსებობს ამ ესე რომ ვთქვათ, ამ პრობლემაზე ძალიან კონკრეტული პასუხი და ეს პასუხი მაგალითად შეიძლება არ იყოს გაცემული მხოლოდ ამ თავად სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ამგვარი პასუხი შეიძლება გასცეს და ამ პრობლემას შეიძლება შეებრძოლოს ეკლესია, იმით, რასაც ქვია მაგალითად ბავშვთა სახლები, ხო? ანუ მაგალითად ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ აბორტი არის ძალიან დიდი პრობლემა და ცოდვაა, ხო? შეიძლება ჩვენ მოდი დავფიქრდეთ იმაზე, რომ იქნებ აშენდეს ბავშვთა სახლი, სადაც დედას, რომელიც გაქცევაზეა ქვეყნიდან და რომელსაც ეშინია, რომ ბავშვი გაუჩნდება და შიმშილით მოუკვდება და წყვეტს აი ამ ძალიან საშინელ ნაბიჯზე მიდის, ესე რომ თქვათ თავისი დაყოფის სიცოცხლე შეაჩეროს, ხო? მივცეთ საშუალება და მისცეს მაგალითად საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იმის საშუალება, რომ მიიყვანოს ეს ჩვილი ბავშვი და მათ აღზარდონ. მათ მისცენ თავად აი ამ ქალს და თუნდაც მშობლებს თვეში ერთხელ მონახულების უფლება, გაზარდონ ეს ადამიანები და არა მხოლოდ
ოჯახების მხარდაჭერაა და ის რომ საზოგადოებას ჩანს სოციალურ-ეკონომიკური ვითარება იყოს და თავად გადაწყვეტენ. აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ მე გელაპარაკებით არა მხოლოდ თქვა სახელმწიფო მხრიდან რა შეიძლება გაკეთდეს ეს თქვენ რასაც აღნიშნავთ, მაგრამ მეორე არის რაც არის ძალიან გავრცელებული პრაქტიკა მთელს ევროპაში და თუნდაც თქვა კათოლიკურ და ევროპულ სამყაროში, სადაც ეკლესია ძალიან სერიოზულად ზრუნავს ამ ბავშვებზე და ამგვარი ესე რომ ვთქვათ პოზიტიური პრევენციაც არის აბორტებისა. სადაც უბრალოდ ადამიანს ეცოდინება რომ ბავშვი რო გაუჩნდება შიმშილით არ მოუკვდება. და მასზე იზრუნებენ. აი ესეც არის. ახლა რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ საკითხს, რომელიც უკვე სახელმწიფოს მიემართება, რა თქმა უნდა. ეს უკვე რა თქმა უნდა სახელმწიფოს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დღეს ერთი ძალიან ისეთი მომენტი იყო, როდესაც მე ვუყურებდი, ტრაგიკული მომენტი იყო შეიძლება ითქვას, როდესაც ამას ვუყურებდი, რომ მოდიან ქართული ოცნების დეპუტატები, დგანან დუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები და ისინი თითქოს ვერც ხედავენ. შეუმჩნეველია მათთვის ეს ბავშვები და როდესაც თქვა ჟურნალისტი იქნება თუ რომელიმე მოქალაქე მათ გამოელაპარაკება და კითხავს რომ თქვენ რას ფიქრობთ, მე რა უნდა გიპასუხოთ, ისე უბნება. მე ხო ჯანდაცვის სპეციალისტი არა ვარ. ანუ ეს დაახლოებით ისეთივე რაღაცაა, რომ როდესაც თქვა თქვენ რომ ვიღაცამ კითხოთ და გითხრათ, რომ აი რას ფიქრობთ იმაზე, რომ კრიმინალი არის თქვა საქართველოში გაზრდილი. თქვენ რომ უპასუხოთ, მე რას უნდა ვფიქრობ და მე კრიმინოლოგი ხომ არა ვარ. ან გადავარჩინოთ თუ არა ადამიანის სიცოცხლე. გადავარჩინოთ თუ არა ადამიანის დავეხმაროთ თუ არა ავად ყოფ ადამიანს. რა უნდა გავაკეთოთ, ხო? ანუ თქვენ რომ უპასუხოთ, რომ იცით რა, მე ამის სპეციალისტი არა, თითქოს მართლა ყველა ნებისმიერ ეთიკურ შეკითხვას თითქოს ჭირდება რაღაცა ექსპერტის დიპლომი, რომ აი როდესაც გეკითხებიან, უნდა მოიპაროთ თუ არა, იცით რა, აი მოპარვის დარგში მე არა ვარ. ძალიან სიმბოლიზებდა დღევანდელი დღის ფარისეულობას ქართული ოცნების მხრიდან ის კადრი, რაც თქვენ ახსენეთ, ოჯახური სიწმინდის დღეს შერო უყურებთ თვეობით ქუჩაში მდგომ მშობლებს, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი შვილების ჯანმრთელობისთვის მოიპოვონ წამალი, გულგრილად რო ჩაული და თან ხარ ოჯახური სიწმინდის და მშობლების პატივისცემის სრულობაზე. ანუ კომენტირებასაც აღარ საჭიროებს მე ეს კადრი და მათ შორის ის, რომ არ შეუძლიათ რომ თვალი გაუსწორონ. ძალიან ბევრ მარც მიიღო სრულობაში მონაწილეობა. მაღალი ალბათობით ზუსტად იმიტომ, რომ ამ მშობლებთან მათ პირისპირ დადგომა არ უნდათ და პასუხი არ ჰქონდათ გასაცემი, პირდაპირ ამბიონზე აბრძანდნენ სრულობაში მონაწილეობის გარეშე. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იცით რა, ეს რომ აი მაგალითად, როდესაც თქვა პოლიტიკოსი საქართველოში, როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ ჩათვალა, რომ პოლიტიკოსი არის კარგად ჩაცმული ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებს უბრალოდ არ ეკონტაქტება. მორჩა და გათავდა, რომ ის ჯდება რაღაცა ფეშენებელურ მანქანაში, იქიდან გადმოდის, ან გაუღებენ კარს და გადმოიყვანენ, მერე ჩააბრძანებენ ისევ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და სინამდვილეში პოლიტიკოსის იდეა სწორედაც რომ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ერთგვარი მკურნალია იმ პრობლემებისა, რომელიც საზოგადოებაში წარმოიქმნება. ანუ გადაჭრის ამ პრობლემას. ეს დაახლოებით ისეთივე რაღაცა არის, რომ თქვათ მაგალითად ვიღაცა ოპერაციას იკეთებდეს და ქირურგი ზეპირად ხელმძღვანელობდეს ოპერაციას და არა უშუალოდ იყოს ჩართული ამ საქმიანობაში. პოლიტიკოსებმა და ქართული ოცნების პოლიტიკოსებმა არ ვიცი, დიდი ხება მე არ მაქვს არანაირი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მოახერხებენ რამენაირად თვალს გაახელენ ან იმოქმედებენ, მაგრამ იდეაში და ნებისმიერ იდეალზეც არ არის აქ ლაპარაკი. აი პრაქტიკაში არის უშუალოდ ის, რომ ეს ადამიანები უშუალოდ მიდიოდნენ, ელაპარაკებოდნენ, ზრუნავდნენ და როგორ გითხრათ, ხო, ანუ ერთის მხრივ თქმა, რომ მართლა მე მინდა, რომ საქართველოში იყოს ოჯახი და თანამავდროულად 700,000 ადამიან ბავშვი ყავდეს სიღარიბეში. ოჯახები ინგრეოდეს, ესე რომ ვთქვათ, ოჯახები არ იქმნებოდეს და რატო არ იქმნებოდეს? თითქოს იმიტომ, რომ რაღაცა პროპაგანდაა, არანაირად. უბრალოდ წყვილებს არ აქვთ იმის იმედი, რომ როდესაც ოჯახი შეიქმნება, როდესაც მათ შვილები გაუჩნდებათ, ისინი მოახერხებენ მათ გამოყვებას.